მეგობრებო, საერთო გაშლა უნდა გავიკეთოთ. თემა იქნება ასეთი, რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოდის თქვენ. უახლოესი 2 თვის განმავლობაში ჩავიფიქროთ. ცოტა რო არ შევზღუდოთ არიანი და მივცეთ გასაქანი, ასე ვთქვათ, მოვლენებს, აქედან გამომდინარე, უახლოესი 1-2 თვის საშუალოდ პერიოდში რა მოვლენებს უნდა ელოდოთ. ჩავიფიქრეთ თქვენი თავი, არავის არ ფიქრობთ. იფიქრეთ თქვენ თავზე, თქვენ სიტუაციაზე და იმისთვის რომ მივხვდეთ რამდენად ეს გაშლა არის თქვენი და ყველა გაშლა საერთო როცა ვიძახი, ყველასთვის ყველა სიტყვა არ დაემთხვევა, მაგრამ მნიშვნელოვან თემატიკას ყველა ვარიანტში იპოვით იმას, რასაც გჭირდებოდათ იმით. თუ ეს გაშლა არ დაემთხვევა, ჩემ გვერდზე გადმოდით და არჩიეთ თქვენთვის ასრული გაშლები, როცა ნახულობთ გაშლა მოქმედებს მასში. ვიხართ თქვენ, რა სიტუაციაში ხართ ახლა? რას რეზონირებთ, რა ენერგიები? 9-იან პენტაკლი, 6-იან ჟეზლი. გამარჯვებული ადამიანი ხართ ფინანსებში, გამარჯვებული. გრძნობთ თავს რაღაცნაირად. წარმატებას მიაღწევთ, არ ვიცი, შეიძლება ხელფასის მომატებას მიაღწევთ და ამასაც ჩვენებს კარტი შეიძლება რაღაცა ტენდერში გაიმარჯვეთ, სადაც ესე 64-ის ბაღივით, როგორც წესი 9-იან პენტაკლის არის 64-ის ბაღი, ფინანსური წარმატების კარტი, ღირსეული გამარჯვება, ასე ვთქვათ, ღირსეული მეომრის კარტია, რომელიც გამარჯვებული ბრუნდება თავის ქვეყანაში, თავის სამშობლოში რაღაცა ომის გადატანის შემდეგ. ესე იგი, ბევრი პერიპეტიების შედეგად შესაძლებელია რაღაცა კონკურენცია იყო თქვენ კონკურენცია თქვი და ამოვაბრუნე კარტი და კაუდის ძირში ეს არის მთავარი კონკურენტი ადამიანების კარტი კონკურენციის, სადაც 5-ვე ადამიანი ამ ჟეზლებს იქნევს უაზროდ ერთმანეთის მიმართ. კონკურენცია არის გაცოფებულ დონეზე, ასე ვიტყოდი, სადაც ყველა თავის რეკლამირებას ახდენს, თავის პროდუქციის რეკლამირება იქნება ეს თუ იმის რომ მე უფრო კარგი დიდოსტატი ვარ ამ საქმეში და უფრო კარგი პროფესიონალი ვარ, ყველა მოკლედ შეძლებისაგვარად იქნევს ამ ჟეზლებს, თუმცა სიმართლე მინდა გითხრათ, რომ ამ კარტის მნიშვნელოვანი ძირი ფასი ისაა, რომ კონკურენტუნარიანი ადამიანები თითქმის ერთ დონეზე არიან, ანუ განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, რომელიღაცა გამოსარჩევი პიროვნება ამ 5 ჟეზლიდან 5 პიროვნებიდან არ არის, თითქმის ერთნაირი ძალის ადამიანები, ერთნაირი მოსაზრების, ერთნაირი მიმართულების რაღაცნაირად დიდი სხვაობა მათში პროფესიონალიზმის მხრივ არ არის. რაც ფაქტია, გაიმარჯვეთ ამ კონკურენციაში, ამ კონკურენტუნარიან ბრძოლაში და მე თქვენ ამ ყველაფერს გილოცავთ. შესაძლებელია კიდევ ვიმეორებ რაღაც ტენდერში გაიმარჯვა თქვენმა ფირმამ და ეს თქვენ ენერგეტიკაზე მოქმედებს, ანუ შესაძლებელია რაღაცა დაწინაურების დონეზე თქვენს, ასე ვთქვათ, პრემიის სახით იქნება ეს თუ დამატებითი ხელფასის სახით იქნება დღეს თუ არა, შემდგომში, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი შანსებია ამისი, ანუ აი ამ ფინანსური წარმატების, ფინანსურად თქვენი გაძლიერების 64-ის ბაღში და მილიონერი პირდაპირ, ასე ვთქვათ, ჯეკპოტის მომპოვებელი თუ არ იქნებით, ყველა ვარიანტში ფინანსური წარმატების კარტია ეს, რასაც დღეს ჯერ თუ არ მიგიღწევიათ, აი უკვე სულ მოვთქნელ მოლოდინში ხართ, როდის იქნება ეს პრემია, ეს უხვად თავზე ოქროები როდის დაგეყრებათ. ძალიან კარგი ვითარება, მოკლედ ამ მხრივ რაღაცნაირი გამარჯვებული ტიპაჟი გამოდიხართ ამ სიტუაციაში, თუ ასე თუ ისე, სადაც მიჩვენებენ დაკიდებულ სიტუაციაში ყავით, შესაძლებელია ბევრი მსხვერპლი შეგიწერიათ აი ამ კონკრეტულად აი ამ საქმის თვის ჩადებაში ენერგია იქნება, ეს თუ ღამის თენება და წერა რაღაცის, მაგალითად კომპიუტერში რაღაცეების ატვირთვა, ტელეფონში ატვირთვა, აი რაღაცა უძილო ღამეები შეიძლება გქონდათ, შეიძლება უჭმელობაც ჭამის დროც არ გქონდათ, შესაძლებელია სხვის მაგივრათაც ითავსებდით, ასე ვთქვათ, ძალას არ იშურებდით და ვერ გადიოდით, აი ვერ წყდებოდით იმ სამუშაო რეჟიმს, იმიტომ რომ ეს არის დაკიდებული ადამიანი ცალიფეხით, ანუ მსხვერპლის როლში იყავით ყველა ვარიანტში ამ სიტუაციასთან მიმართებაში, შესაძლებელია იმაზე მეტი ვალდებულება თქვენ პიროვნებას დააკისრა, ასე ვთქვათ, მენეჯერმა, დირექტორმა, უფროსმა, რაღაცნაირი დობით აღჭურვილი განსაკუთრებით პირი ბრძანდებით მისთვის, ვისაც შეუთავსა თავის საქმესთან ერთად, ანუ სხვა რაღაცეებიც, რაც პრინციპში აჩვენებს კარტი, რომ თქვენ
გადაგღალათ, არ ვიცი, სხვა საქმეებზე ვეღარ იყავით გადართული, თქვენ პიროვნებაზე ვეღარ იყავით გადართული და იყავით მარტოობის რეჟიმში, შეიძლება ღამეებსაც ვიმეორებ, ათენებდით უბრალოდ შინიდან მუშაობით უკვე, რომ ეს საქმე გამარჯვებამდე მიგეყვანეთ და მიიყვანეთ კიდევაც გამარჯვებულს გაჩვენებენ სამყარო, გამარჯვებულს გაჩვენებთ აი ამ ვითარებაში, ფინანსებთან, სამუშაოსთან, კონკურენტ უნარიან ბრძოლასთან დაკავშირებით. ასევე შესაძლებელია დაწინაურებაზე იყოს საუბარი თქვენ სამუშაო რეჟიმში, სადაც ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე კი არა, კონკურენტი ყავდათ ბოდიში ტავტოლოგიისთვის, მაგრამ სხვა სიტყვას ეხლა არ მაგონდება და ამისთვის დროს არ დავხარჯავ, რომ მოვიფიქრო შესაბამისი სიტყვა, სადაც ამოგარჩიათ, ასე ვთქვათ, უფროსმა და გამარჯვებული ხართ ამ შემთხვევაში თქვენ, ვინც მიიღებს შესაბამისად დაფდაფებით აი ამ ოქროების წვიმას, მაღალ ხელფას, რაღაცა კარგ პრივილეგიურ თანამდებობას, უკვე თუ არ მიგიღიათ, აი წუთი-წუთზე უნდა მიიღოთ ეს ყველაფერი თქვენ თავზე, მაგრამ ამისთვის კიდევ ვიმეორებ, ძალა და ღონე არასდროს არ დაგიშურიათ და მთელი არსებით იყავით აი ამ საქმეში ჩაბმული და ამ გამარჯვებას გილოცავთ პირველ რიგში მე თქვენ. თუ თქვენზე ხვდებით, რომ არის ეს გაშლა და ასე თუ ისე რაღაც მოლოდინში ხართ დაწინაურების, ხელფასის მომატების და ეს ენერგეტიკა რაც უკვე თქვი, მაშინ ვუყუროთ, თუ ხედავთ, რომ თქვენზე არ არის ეს გაშლა, უბრალოდ დამილაიკეთ ჩემი სიყვარულით, არა ასკროლოთ ისე უბრალოდ, თქვენთვის ერთი დაკლიკვა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ენერგიის ჩადება. და მადლობის ნიშნად თქვენი კომენტარის და გაზიარების გაკეთება თქვენი მხრიდან, ეს იქნება აუცილებელია, როგორც მინიმუმ ენერგოც. მოკლედ წავედით, ახლა თუ ატყობთ, რომ თქვენია ეს გაშლა, რა მოდის თქვენ ცხოვრებაში, მოვლენების დონეზე, რას უნდა ელოდოთ თქვენ ცხოვრებაში უახლოესი 4 თვის განმავლობაში. ადამიანი მოდის ჰაერისტიკის პრინციპია, ეს არის ჰაერისტიკია, შეგახსენებთ, სასწორი მერწყული ან ტყუპების ნიშანს შეიძლება წარმოადგენდეს, ან უბრალოდ არის ძალიან ხისტი, ძივ ენერგიებში მიქრის, მოქრის, ბევრი გადაადგილებები აქვს, უნდობელი ტიპაჟია, როგორც მინიმუმ ცივი შეიძლება ხისტად წარმოთქმული სიტყვები უყვარს ხშირად და ცოტა ზედმეტად ცივი მოლაპარაკეთს ეჭვიანი ესეთი დაუჯერებელი ტიპაჟია ადამიანი, რომლის მოსვლასაც ელოდებით, რომელიც შესაძლებელია სხვა ტერიტორიაზე იყო, დავფაროთ, არ დაგბლოკონ, რომელიც შესაძლებელია ვარსკვლავი მაღალი არკანით გითხრათ, ვარსკვლავიც ასევე არის მერწყულების კარტი, შესაძლებელია სწორედ ჰაერისტიკიას, მერწყული თუ არ არის ჰაერისტიკიას წარმოადგენს ეს ადამიანი, ან როგორც მინიმუმ ძალიან ხისტია და გონებრივად განვითარებული და ძალიან ისეთი მენტალურად ანალიტიკური ესე ვთქვათ, აზროვნება ძალიან უყვარს და გონებით დგამს თავის ნაბიჯებს ცხოვრებაში. შესაძლებელია ტერიტორიული სიშორე გაკავშირებდათ ამ ადამიანთან, რომლის ჩამოსვლასაც დაბრუნებასაც, ან თქვენ მასთან დაბრუნებას ელოდებოდით, რაღაცნაირი აი სიშორე გქონდათ, შესაძლებელია მივლინებაში იყო, ანუ ემიგრაციაში იყო, ან უბრალოდ გადაადგილებული იყო რაღაც პერიოდი ისვენებდა 1000 რაღაც. ეს ადამიანი, ვისთანაც შესაძლებელია სოციალური ქსელით გქონდათ კონტაქტი, მიწერ-მოწერები, მაგრამ ხშირი ახლო შეხებები არ ქონიათ, იცნობთ თუ არა ამ ადამიანს. სავარაუდოდ ახალი ნაცნობობა, ვისაც ჯერჯერობით ვისთანაც შეხვედრა არ ქონიათ ტუჟეზლით და ცეცხლი და ენერგეტიკა, ასე ვთქვათ, გწვავთ ერთმანეთის მიმართ. ეს ადამიანი მოვა თქვენ ცხოვრებაში 4-იან ჟეზლით, მოიტანს სტაბილურობას, 4-იან ჟეზლი ეს არის 4 ფუძე, სტაბილურობა, ურთიერთობის გამყარება, იმაზე კარგ დონეზე, ვიდრე თქვენ ეხლა ხართ ყველა ვარიანტში. თუ ოფიციალური, ასე ვთქვათ, ხელის თხოვნა არ იქნება, ეს ყველა ვარიანტში 4 ფუძის, ურთიერთობის გამყარების, ასე ვთქვათ, სტატუსური ურთიერთობა. ნუ მიზიდულობა გაქვთ ერთმანეთის მიმართ, მე-15 მაღალი არკანია შმაკით, ეს არის უდიდესი ვნებოთა ღელვა, უდიდესი ეჭვიანობა ერთმანეთის მიმართ, რაც ამ კარტით უკვე გითხარით. შესაძლებელია დამოკიდებულება ენერგეტიკული თქვენთან მიმართებაში და თქვენი მის მიმართ დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, დაბალ ვიბრაციაში, აგრესიაში, ეჭვიანობაში ვარდებით ერთმანეთის მიმართ, როგორც კი ვინმე ცოტა ხანი, ასე ვთქვათ, სოციალურ ქსელში არ ანათებს და არც ალია თქვენთვის. ემოციური ტიპაჟია და ბევრ ემოციას მოგიტანთ, ელოდეთ.